მოგესალმებით გადაცემის ფარგლებში, ხშირად საუბრობთ სოციალურ პროცესებზე, აქტიურ პროცესებზე და სხვადასხვა შრეებში მიმდინარე მნიშვნელოვან გამოწვევებზე. დღეს უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს ანა ქირიასთან ერთად ვისაუბროთ საინტერესო თემების ირგვლივ. ანა, მოგესალმებით. მადლობა რომ მოგწანდით. პირველ ყოვლისა მნიშვნელოვანი არის დრო. და ხშირად ვამბობ, რომ აი ამ დინამიკაში, შეცვლილ დინამიკაში და ტემპში ჩვენი ცხოვრების, როდესაც გითმობენ დროს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და უნდა აღინიშნოს ხაზგასმით. განსაკუთრებით დედაქალაქში, სადაც რითმი 10-ჯერ უფრო ჩქარია, ვიდრე იმ ქალაქში, რომელსაც მე წარმოვადგენ. მადლობა მოგზაურობისთვის. ასევე დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის და ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა და ველი საუბრის დაწყებას და გაჩაღებას. მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბრებთ, ბუნებრივია. თქვენთვის აქტუალურ თემებზე და თქვენი აუდიტორიისთვის ნაცნობ თემებზე, თუმცა ბიომეტრიისთვის მაინც ეს ფორმატი განსხვავებულია. რით აიხსნება ემპათიის დეფიციტი ჩვენ საზოგადოებაში? ეს არის ერთგვარი ტრამვა ისტორიული, რომელიც დაგროვდა და რომელიც გვაიძულებს დღეს ვიყოთ გულგრილით. უბრალოდ ეს არის ტექნოლოგიების ციფრული სამყაროს შემოდინების უხვი ნაკადი, რომელმაც ცოცხალი კომუნიკაცია დაწია უკანა პლანზე. როგორ ხსნით თქვენ თანაგანცდის არასაკმარის ულუფებს ჩვენ სოციუმში? პირველ რიგში გმადლობთ ამ კითხვისთვის, ძალიან საინტერესო კომპლექსური კითხვაა და მე მრავალ შრეში შემიძლია ამაზე გავშალო პასუხი, თუმცა ვიფიქრე, რომ ჯობს ცოტათი შორიდან დავიწყოთ. აი თქვენ როდესაც ჩემი წარდგენა გააკეთეთ, გიორგი, ასე თქვით, რომ ჩვენ რაღაც უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცაო და სანამ გადაცემას დავიწყებდით, მანამდე ვსაუბრობდით, აი რა მხელა მნიშვნელობა აქვს, როცა სხვადასხვა საზოგადოებრივ და აი მნიშვნელოვან თემებს აანალიზებს ადამიანი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია რაღაც ფილოსოფიასთან და ამ ჭრილში მინდა ჯერ წარმოვადგინო და შემდეგ უკვე უშუალოდ აი ამ ემპათიაზე გადავინაცვლოთ. ეხლა მე ძალიან ხშირად, როდესაც რაღაც საუბრები მაქვს ხოლმე ან როცა ლექციები მაქვს, ასე ვცდილობ, რომ საზოგადოებისთვის და ადამიანებისთვის წარმოვაჩინო რაღაც ფილოსოფიური ხედვის როლი, ან ისეთი ფიგურის როლი, რომელიც იწოდება ან მოიხსენიება ფილოსოფოსად. ეხლა თავიდან იმას ვიტყოდი, რომ თვითონ ფილოსოფია აი ძველად ამ რაღაც გარიჟრაშს თუ ავიღებთ აზროვნების განვითარების ეს პროფესიას არ აღნიშნავდა. არამედ აღნიშნავდა რაღაცა განსაზღვრული ტიპის ან ტემპერამენტის მქონე ადამიანს, რომელსაც სინამდვილისადმი აქვს რაღაც სპეციფიური დამოკიდებულება. და მე მიყვარს ხოლმე აი ფილოსოფოსის მნიშვნელობა, რომ წარმოვაჩინო ამ ტიპის ადამიანის ასეთი სურათი მომყავს, რომელიც ერთი ძველი ფილოსოფოსისგან, ეპიქტეტესგან არის აღებული და ეპიქტეტე ამბობს, რომ მთელი ეს ჩვენი სინამდვილეო ან ჩვენი ადამიანური ყოფა თუ საზოგადოება არის თითქოს ბაზრის მსგავსი. ბაზარი წარმოიდგინე მრავალფეროვანი. კი, მრავალფეროვანი თავის მკითხველებს ასე მიმართავს და ამ ბაზარში ყველა სხვადასხვა რამით არის დაკავებული და ყველაზე ზოგადად თუ ავიღებთ ორი ტიპის ადამიანები არსებობენ. ერთნი, რომლებიც დაკავებული არიან რაღაცის გაყიდვით, ხოლო მეორენი უშუალოდ მყიდველები, ასე ვთქვათ, რომლებიც ათვალიერებენ ამ პროდუქციას და თავიანთვის ცდილობენ რაღაც მეტნაკლებად სასარგებლოს აღმოჩენას. და არიანო კიდევ მესამე შედარებით უფრო იშვიათი ჯგუფი ადამიანებისა, რომელიც არც ყიდვით არის დაკავებული და არც გაყიდვით. არამედ ის აკვირდება და უბრალოდ არის ხედვის მოყვარული. და თუ აი ამ ყიდველებს თუ გამყიდველებს ხოლმე რა აინტერესებს? ყიდველისთვის მნიშვნელოვანია, რაც უფრო მეტად გაყიდის თავის პროდუქციას. ყიდველს კი უნდა ხელში იაფად ჩაიგდოს და აი ეს მესამე იშვიათი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც იწოდებიან ფილოსოფოსებად, რითიც ინტერესდება არის შემდეგი, რომ საერთოდ საიდან არის ეს ბაზარი, ვინ მართავს ამ ბაზარს და სამყაროსთან დაკავშირებითაც ეს ფილოსოფიურად განწყობილი ადამიანი ასეთ კითხვას დასვამს, ხო? რომ საიდან მომდინარეობს ეს სამყარო, ვინ არის მისი მმართველი? შეიძლება რომ ეს ყველაფერი შემთხვევით ხდებოდა, ეს კაი, თუ შემთხვევით არ ხდება, მაშინ რაღაცა გონივრული პრინციპი უნდა არსებობდეს, რომელიც ყველაფერს მართავს და რა მიმართებაშია ჩემთან ეს პრინციპი და როგორ უნდა ვიცხოვრო მე მის შესაბამისად. და ეხლა როლიც რო ასე გამოვკვეთოთ, მე რასაც ვხედავ, აი საზოგადოებაში თქვენ ემპათიაზე დასვით კითხვა და მე ეხლა ცოტა ამ ჭრილში წავიყვან. რისი შედარებით დეფიციტიც არის დეფიციტი ისეთი ტიპის ადამიანებისა, რომლებიც ახერხებენ რაღაცნაირად სიტუაციისგან განყენებას და ეს სიტუაციისგან განყენება არ არის იზოლაცია და უპასუხისმგებლობა, არა. ეს არის ეგრეთ წოდებული გარიდება. ხო, აი ეს არის
გარიდება დაკვირვების მიზნით. და როდესაც შენ დააკვირდები სიტუაციას, შენ შეძლებ რომ გააცნობიერო ის მიზეზები, პრობლემები თუ გამოწვევები, რაც უშუალოდ პროცესში ჩართული ადამიანისთვის შეიძლება მიუწვდომელი იყოს და ამ შენი ერთგვარი განყენებული პოზიციიდან გამომდინარე, მე უკვე ხანგრძლივ პერსპექტივაში და ამ დაკვირვებას დრო ჭირდება, დაკვირვება სწრაფად და მალმალე არ ხდება. შენ შეგექმნება შესაძლებლობა და თავის მხრივ სხვა ადამიანებსაც დაეხმარებ იმაში, რათა ის არსებული მდგომარეობა გაუმჯობესონ და ახალ საფეხურზე გადავიდნენ, როგორც ცნობიერების თვალსაზრისით, ასევე პრაქტიკულად ცხოვრების მოწყობის თვალსაზრისითაც და რავი ხშირად ამ მაგალითსაც დავიმოწმებდი. იგივე აი პლატონის ძალიან ცნობილი არის ხო გამოქვაბულის მიჩი რას აღწერს ისიც ჩვენ ცხოვრებას ადარებს თითქოს გამოქვაბულს და გამოქვაბულისეული ყოფა როგორია ადამიანებს დაბადებიდანვე ადევთ ბორკილები ხელზეცო კისერზეც და ეს ხელს უშლის ადამიანს რომ უკან გაიხედოს ან გვერდზე გაიხედოს თავის გვერდზე მდგომ შეხედოს ხო არამედ იყურება მხოლოდ და მხოლოდ წინ რაც უშუალოდ მის წინ არის მოცემული და თითქოს ეს მისი ხედვა ფასადური ხედვაც არის და მერეო პლატონი ეუბნება თავის მკითხველებს აბა მოდი ხა ასეთი რამე გავაკეთოთ რომ ერთ-ერთ ადამიანს ამ გამოქვაბულის მცხოვრებთაგან თუ პატიმართაგან ავხსნათ ეს ბორკილები და ეს ადამიანი დავძრათ უკან ნამდვილი სამყაროსკენ და ნამდვილი სამყარო ნიშნავს მიზეზების სამყაროს იდეების სამყაროს სადაც პრინციპებს ხედავ რა მართავს იმ ყველაფერს რაც შენ წინ ძევს ასე ვთქვათ და მოკლედ ეს ადამიანი თანდათანობით მიდის და მაღლდება ნამდვილი სამყაროს ჭვრეტისკენ მაგრამ მე თითქოს ამ თავისი განყენებული პოზიციიდან თუ ამ მოშორებულობიდან ისევ უკან ბრუნდება ამ გამოქვაბულში და პლატონი პრინციპში და ყველა ფილოსოფოსიც ადამიანს ამ მისიას უსახავს და მიზნად ისახავს რომ აი თავის გარშემოყოფებს და პატიმრებს დაეხმაროს მდგომარეობის გაუმჯობესებაში და ეხლა აქ მე როგორც განმოვითარე ანუ ასეთი გზა გაიშალა რა ერთი მხრივ ჩემთვის მნიშვნელოვანია არსებული ვითარებებიდან თუ არსებული რაღაცა ჩახლართული სიტუაციებიდან ადამიანს და განსაკუთრებით ფილოსოფიურად განწყობილ ადამიანს შეეძლოს განყენება და ნეიტრალურად რაღაცეებისთვის შეხედვა, ასე ვთქვათ, ცივი გონებით რაღაცა ცარიელი წმინდა თუ თავისუფალი ადგილის გადმოსახედიდან, მაგრამ მეორე მხრივ თქვენ რაც ახსენეთ, აი ემპათიის მომენტი, აი ეს გარიდებულობა და განყენებულობა, გულგრილობას კი არ უნდა ნიშნავდეს, არამედ ეს უნდა იყოს ახსავსე ძალიან ღრმა პასუხისმგებლობით და ამავდროულად ძალიან ღრმა ემპათიურობით, რომელიც შენ მოყვას კი არ მოგაძულებს, ასე ვთქვათ, არამედ ჩაგახედებს მის მდგომარეობაში და მოგცემ შესაძლებლობას, რომ თითქოს მისი პერსპექტივიდან შეხედო რაღაცებს და თქვენ ძალიან კარგად თქვით და მაგას პრინციპში მეც ვხედავ ამ დეფიციტს ემპათიისას და აი ასე ვიტყოდი რომ ეგ მხოლოდ ქართული საზოგადოების პრობლემა კი არ არის. ჩვენთან შეიძლება რაღაცები განსაკუთრებით მწვავედ ჩანდეს. ეხლა მეჩვენება რომ გლობალურია. საზღვრებს მიღმა ეს პრობლემა კი, ზუსტად. ეგ არის გლობალური. აი ამას ახლა თავისი კომპლექსური მიზეზები დაახსნა აქ, მაგრამ მე ერთ-ერთს გამოვყოფდი და გავამახვილებდი ყურადღებას. და სხვათა შორის თქვენ აი ციფრული ეპოქა ახსენეთ, იგივე სოციალური ქსელებიც თავის როლს თამაშობს. და რა ხდება, როგორ რაჭრილში დავინახოთ, რომ ხშირად ადამიანები საკუთარ თავს მოიაზრებენ როგორც ნაწილს რაღაც განსაზღვრული ჯგუფისას, რაღაც ერთობისას. ეს ერთობა თავის მხრივ არის რაღაც ცარიელი აბსტრაქცია, აბსტრაქცია ავიღოთ, ხო? და ამ აბსტრაქტულ ერთობას აქვს თავისი პრინციპები, აქვს თავისი ღირებულებები, აქვს რაღაცა თავისი გარკვეული იდეალები. და აბსტრაქციები და ასეთი ერთობები არ არის მხოლოდ ერთი, ხო? არის სხვადასხვა ასეთი გაერთიანებები, ასე ვთქვათ. და ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ ხედავენ, მოქმედებენ ან აზროვნებენ თავისი კონკრეტული ჯგუფის ინტერესებიდან თუ პერსპექტივებიდან გამომდინარე. და განსხვავებულ ჯგუფებს რაღაც თითქოს ისე ხედავენ, შეიძლება ვთქვათ მტრულად, შეიძლება ხა ესეც გადაჭარბებული სიტყვა იყოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ემპათიურობის ნაკლებობის მიზეზი არის უკიდურესად შეზღუდული პერსპექტივა, როცა შენ გესმის მხოლოდ შენი თავის და შენიანის და აი გაციფრულება და სოციალური ქსელები რო ახსენე, ის აკეთებს ზუსტად ამას, აი სოციალური ქსელები. იგივე ყველაზე ცნობილი ქსელი ახლა Facebook-ია, სადაც საზოგადოების უმეტესობა განსაკუთრებით ჩვენი სოციუმისთვის. კი, ალგორითმი როგორ მუშაობს, ხო? ადამიანთა უმეტესობა ამას უბრალოდ იღებს, მაგრამ ვერ ხვდება. აი მაგალითად მე მოვიწონე ერთი ტიპის რაღაცა. ეს შეიძლება იყოს, არ ვიცი, რაღაც ხელოვნებასთან დაკავშირებული
დაკავშირებული ან რაღაც ფინანსებთან დაკავშირებული, ხო, რაღაც ის ყიდვას ემოციური ინდიკატორები ხელში აქვს ფაქტობრივად. ის მე ალგორითმი რასაკეთებს, ის აკვირდება, მე რომ მოვიწონე, ან რას ხშირად შევჩერდი ამა თუ იმ ვიდეოზე, ამა თუ იმ პოსტზე და მე მაწუდის მსგავსი ტიპის კონტენტს, ანუ შინაარსს და გამოდის, რომ ეს ქსელი და ალგორითმი თამაშობს იმაში გადამწყვეტ როლს, რომ ჩემი ხედვა შეიზღუდოს, მე აღმოჩნდა ერთგვარ რაღაცნაირ ჰერმეტულად დახუფულ კოლოფში თუ რაღაცა ვიწრო ინტერესების კლიმატი იქნება ჩვენს ირგვლივ. ზუსტად ასე. იმის იქით ვეღარ გავიხედო და ვეღარ აღვიქვა რა ხდება და თავის მხრივ აი ეგ არის ნამდვილად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი. იმისა, რომ სხვისი საჭიროების, სხვისი ტკივილის გაზიარების დეფიციტი დადგა, თუმცა ნახეთ ანა კოლექტიურობა გამოგვდის ძალიან კარგად თუ საუბარია ტრაგედიაზე. კოლექტიურობა ძალიან კარგად გამოგვდის მაშინ, თუ კი ჩვენ ვერთიანდებით რაღაც კონკრეტული ბრაზის ირგვლივ. მაგრამ კოლექტიური წარმატება არა გვაქვს სიხარულის წარმატების გაზიარებაში. არ შეგვიძლია თანაგანცდა მაშინ, როდესაც პოზიტიურია მიზეზი და საფუძველი. რა დიაგნოზია არ ვიცი, რასთან გვაქვს საქმე, მიმღებლობა პოზიტიური მარცვალის და გაზიარება ამდენად გართულ და ტრაგედიის ირგვლივ ჩვენ ფაქტობრივად ერთიანი ვართ ყოველ შემთხვევაში საჯარო მანიფესტით როგორც მინიმუმ მაინც. აი ხო, ეგეც საინტერესო ამას ესეთ რაღაცას ვიტყოდი, აი ტრაგედია რო ავიღოთ და რაღაც წარმატება, ხო? ამ შემთხვევაში თითქოს ადამიანებს აქვს რაღაცნაირი ზღურები. თუ ტრაგედია არის, ახლა ტრაგედია, როგორ შეიძლება ის დაახარისხო, მაგრამ თუ ტრაგედია არის რაღაც კატასტროფული ხასიათის, ან რაღაც არაჩვეულებრივი ხასიათის, რაც თითქოს აი მოვლენათა ნორმალური მდინარეების ზღვარს სცილდება. აი მაგალითად ზედმეტად თქვათ ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება, ეს უკვე ტრაგედიად მიიჩნევა. ასევე წარმატება, თუმცა უდიდესი რეზონანსის მატარებელია. კი, აი ამის თქმა მინდოდა. ასევე წარმატებაც, როდესაც რაღაცა ზღურებს აჭარბებს და საშუალო დონეს სცილდება, მაშინ ადამიანთა მხრიდან ამისი ატაცების მაჩვენებელი, მე რასაც დავკვირვები ვარ პირადად, არის ხოლმე ძალიან დიდი. მაგრამ ხშირად ეს ატაცება, ან ეს გაზიარება ტრაგედიის თუ ვიღაცის ნამეტანი წარმატების შემთხვევაში, აი მოკლებულია ხოლმე, აი როგორ გამოვხატო ამას. რაღაც ინდივიდუალობის და პიროვნულობის განცდის მომენტს, იმიტომ რომ შენ ამ შემთხვევაში რასაც განიცდი, ან რასაც აღნიშნავ, არის არა იმ კონკრეტული ინდივიდუალური ადამიანის თუ პიროვნების წარმატება, ან მისი ტრაგედია, არამედ აქაც რაღაცა თითქოს აბსტრაქციაზე იმობ რა. აბსტრაქციაში ხომ არის საკუთარი კომპლექსების, საკუთარი ვერ შემდგარი კონკრეტული ნაბიჯების, ერთგვარი პროექცია ხომ არ იკითხება აი ამ გადაცდომებში, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მაქვს ამის განცდა, რომ ადამიანი, რომელიც შედგა როგორც ინდივიდი, ადამიანმა, რომელმაც მოახერხა ზუსტად ის შრეები გაეხსნა აზრობრივი, რასაც თქვენ საუბრობდით პირველ ნაწილში და როგორც მინიმუმ ესმის ეგზისტენციალური საწყისები ჩვენი არსებობის. მიუხედავად რელიგიური ჩანართებისა, რომელიც ცდილობს მეტნაკლები წარმატებით ბუნებრივია, მაგრამ ცდილობა იმის, რომ უკეთესი საზოგადოების ფორმულირებაში როლი იქონიოს, ლოკომოტივის ცდილობს ამ ყველაფერს. ვერ გავდივართ ფონს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის სკოლა გაძლიერდა ჩვენთან და ეს ტერმინები ჩვენ ძალიან ცოტა გვესმოდა წლების წინ. დღეს აქტიურია. იგივე სოციალური ქსელები გვაძლევს ცდომის მეტ რესურსს, ბუნებრივია და მეტ პლატფორმას იმისა, რომ შევიმეცნოთ. მაინც გვაქვს დეფიციტი. არის საზოგადოება და ერები, რომელმაც ეს საკითხი გადაჭრა უმტკივნეულად. მათ შორის ტოლერანტულობა, მათ შორის მიმღებლობა, მათ შორის განსხვავებულის ნაწილში პატივისცემა. შეძლო ერებმა, მაგრამ არ დაკარგეს თვითმყოფადობა. რატომ გვგონია ჩვენ, რომ ტოლერანტულობა წაგვართმევს იდენტობას? თავიდან როგორც დაიწყე და შემდეგ სრულებით გეთანხმებით და ძალიან საინტერესოდ გაშლილი სიტყვა იყო. აი თავდაპირველად მე ასეთ რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება, აი ჩვენ საზოგადოებაზე როდესაც ვსაუბრობდით, ხო? მე შეიძლება ცოტა ფილოსოფიურად მივუდგები, მაგრამ ასე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანში და ყველა ეხა საკუთარ თავს რო დააკვირდეს, არის რაღაც ერთგვარი სიცარიელე, ხო? ან შეიძლება ვთქვათ ცარიელი ადგილი. და ეს ცარიელი ადგილი ხშირად ადამიანებს ისე ცუდად ესმით, მძიმედ ესმით
და რაღაც ეშინიათ რაღაც ძრწოლა აქვთ ამ ცარიელი ადგილის მიმართ. არა ეს ცარიელი ადგილი შეიძლება კარგადაც დაინახოს შენ შიგნით არსებული სიცარიელე. ეს იყოს ისეთი ადგილი, სადაც შენ განმარტოვდები, განცალკევდები და ეს გახდეს შენთვის დაკვირვების ადგილი. მე თავიდანაც სულ დაკვირვებით დავიწყე, ხო? შენი დაფიქრებულობის ადგილი, შენი განსწავლის ადგილი, სადაც რაღაცეებს დამოუკიდებლად შეაფასებ, სადაც რაღაცეებს შენით გადაწყვეტ დამოუკიდებლად, ხო? მაგრამ ჩვენთან აი სხვა ერებზე ვლაპარაკობდით და ქართველების აი სხვა ხალხის შემთხვევაში ხა ყველა ხალხს არ გულისხმობ, მაგრამ ალბათ ვინც თქვენ იგულისხმეთ, ხო? სამყაროს ცივილური ნაწილი იყოს მოდელი ამ შემთხვევაში. მოხდა ის, რომ ეს ადამიანები არ გაექცნენ ამ თავიანთ შინაგან სიცარიელეს, არამედ მათ განივითარეს თითქოს კულტურა ამ შინაგან სიცარიელეში დგომისა და იქიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღებისა. ეს დაკავშირებულია შინაგან მომწიფებასთან. როცა შენი შინაგანი სიცარიელის არ გიშინია, არამედ მას ნაყოფიერად იყენებ როგორც სწავლის, დაკვირვების და განსწავლის ველს, მაშინ უკვე მოწიფული და პასუხისმგებლობით სავსე ხარ. და ჩვენს პრობლემას მე ასე ვიტყოდი, რომ მომწიფებრობის და უპასუხისმგებლობის პრობლემა არის, თუნდაც ზრდასრული ადამიანების შემთხვევაშიც. ჩვენ ისე ვიქცევით თითქოს რომ ამ ჩვენი რომელიც ყველაშია ცარიელი ადგილებიდან გავბივართ, იმიტომ რომ ეს ცარიელი ადგილი მიგვაჩნია საშინელად, რაღაცა ცუდად, საშიშად და ასე შემდეგ. და თქვენ რო თქვით რომ ეხლა პოპულარულია ფილოსოფია, ფსიქოლოგია, რელიგიაც ამას ცდილობს და ასე შემდეგ. მე რელიგიას, ფსიქოლოგიას თუ ფილოსოფიას იმისთვის კი არ ვიყენებ, რომ განმევითარო კულტურა ან პრაქტიკა ჩემს სიცარიელეში დგომისა, არამედ მე იმისთვის ვიყენებ ამ სხვადასხვა მიმდინარეობას, ასე ვთქვათ, და სიბრძნეს, რომ ეს ჩემი ცარიელი ადგილი ამოვქოლო, პასუხისმგებლობა სხვას გადავაბარო და სხვისგან მოვისმინო მზამზარეული პასუხები. ეხლა იგივე ძალიან პოპულარულია ფსიქოლოგია და ფილოსოფია რო გადავწიოთ, მარტო საქართველოში არა, მთელ მსოფლიოში, ხო, აი კოუჩინგი რაც არის, ეგრეთ წოდებული, აი ამასაც ვიტყოდი. ეგ საერთოდ სიბრძნის როგორი ტიპი არის, ან როგორი სწავლებაა. და როგორ მიდის სიტყვის აგება თუ საუბარი. ანუ ადამიანი ამ დროს, ვინც ამას ისმენს, მას არ აინტერესებს აზრის განვითარება. მას არ უნდა რომ ფიქრის წყაროებს დაეწაფოს მეტაფორულად და მხატვრულად რომ თქვა. არამედ ის, რასაც ითხოვს შემგან, ესაც რაღაც თითქოს კაპიტალისტურ ლოგიკაზე მუშაობს, რომ მე მივცე ფიქრი, ან უკვე მოფიქრებული, როგორც მზამზარეული პროდუქცია. მან აიღოს ეს პროდუქცია და თავისი შინაგანი სიცარიელე შეივსოს ამ უკვე მზამზარეულად მიღებული პროდუქტებით. და აქედან გამომდინარე სისავსე იგრძნოს, მაგრამ ეს სისავსე ყალბის სისავსე არა, ამისი თქმა უნდა. ამ შემთხვევაშიც განათლება არის როგორც მარკეტის პროდუქტი, წარმოდგენილი და შესაბამისად მორგებული ინდივიდებს. ძალიან საინტერესოა თქვენი შეფასება რელიგიის ნაწილში. დღეს რელიგია არამც და არამც რწმენას არ გულისხმობ, რომ არ შეგიყვანოთ შეცდომაში. რელიგია არის თუ არა ერთგვარი ლოკომოტივი ეთიკური საზრდოს, იმიტომ რომ მე მაინც მგონია, რომ იქ სადაც რელიგიას აქვს დიდი გავლენა, იმ საზოგადოებაში, სადაც რელიგია არის წამყვანი, უნდა ამოდიოდეს ეს საწყისები ეთიკის ნორმებიდან. არის თუ არა დღეს ხარვეზები ამ ნაწილში, ან როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ ეს სტანდარტი? კი. აი, ეთიკაც მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ ასევე ვიტყოდი იმ საზოგადოებას, რომელსაც აქვს ღრმა რელიგიური განცდა, იქ არ შეიძლება რომ ემპათია არ არსებობდეს. და იქ არ შეიძლება რომ სხვა პიროვნება და ადამიანი არ განიხილებოდეს როგორც აი ცოცხალი ტაძარი, ხო, იგივე სახარებაშიც ან ახალ აღთქმაშიც მრავალგზის არის ნათქვამი, რომ მთლიანად ადამიანი ღმერთის ტაძარია, მარტო თავის სულიერ დონეზე კი არა, შენი სხეული ღვთის ტაძარია. და აი ადამიანები ხშირად ვაკვირდებით, ხო, როცა მოძრაობენ, თქვათ ეკლესიაში ჩაულიან და ასე შემდეგ. შენ ხო პირჯვარს იწერ, ხო? და ეს ტაძარი არ არის მხოლოდ ფიზიკური სახის, ყველაზე დიდი ტაძარი ღმერთის და მისი შემოქმედების მწვერვალი ადამიანია, ასე რომ ვთქვათ. და შენი რელიგიურობა და შენი რწმენა უნდა მჟღავნდებოდეს ასევე სხვა ადამიანების ღრმა სიყვარულში და ღრმა პატივისცემაში. ეგ ცარიელი სიტყვებიც არ არის და ამას თავის მხრივ
სხვა ადამიანებით კი არ იწყებ. როდესაც შენ სხვის და მიემპათიური ხარ, ეს სათავეში იმასაც გულისხმობს, რომ შენ შენი თავიც გიყვარს და შენი თავის მიმართაც იქნები ემპათიური. მე ვიტყოდი უფრო მეტად, რომ უფრო დიდი დრო არის, უფრო მეტი შინაგანობის, რომ რაღაცეები იყოს არა მხოლოდ სიტყვიერ დონეზე და არა ფასადური, არამედ რაღაცა ღრმა შინაარსით გაივსოს და ამასთან დაკავშირებით, რადგან ეხა რელიგიაში შემოვიტანეთ, აი მე ვახსენებთ იოანე სახარების პირველივე ის არის ასე ვთქვათ, პირველივე ხაზები ან პირველივე სიტყვები, რომ ამბობენ, რომ დასაბამად იყოს სიტყვა, ეხა ეს ძალიან ცნობილია, ბერძნულად ასე ჟღერს, ენარხე ენ ჰოლოგოს. და ის ლოგოსი, რაზეც სახარებაში არის საუბარი, არ არის მხოლოდ გარეგნული ლოგოსი, არ არის გარეგანი სიტყვა, არამედ იგი ისეთი სიტყვა, რომელსაც აქვს თავისი ღრმა შინაგანი ძალა. და მე აი სხვა ეხა შუა საუკუნეების და შემდგომი დროის მთარგმნელები ფიქრობდნენ, რომ ეს როგორ უნდა გადმოვიტანოთ ეს სიტყვა ჩვენს ენაში და ერთ-ერთი თარგმანის ვარიანტი იყო გოეთეც ამბობდა, რომ ეს ისეთი სიტყვა, რომელიც არის ქმედება. ანუ სიტყვა ცარიელი სიტყვა კი არა, სიტყვა, რომელიც არის ცოცხალი სიტყვა, სიტყვა, რომელიც მოდის შიგნიდან და სიტყვა, რომელიც ემთხვევა ცოცხალ ქმედებას. და მე ასეთ რამეს ვიტყოდი, რომ რისის საჭიროებაც არის, არა ბრტყელი და ცარიელი სიტყვის, არამედ შიგნიდან წამოსული სიტყვის, გამბედავის სიტყვის, რომელიც იქნება სავსე ამ ქმედითი ენერგიით. ასე რომ ვთქვათ. და აი კიდევ ახლა ხშირად აი შეიძლება მე ცოტა სტრაფიგის გადახტომა გამომივიდეს, მაგრამ თქვენ თავიდან გაკეთება ძალიან საინტერესო ლავირებთ ამ თემების ირგვლივ და სიამოვნოა თქვენი მოსმენა. თქვენ რო აი ციფრული ეპოქა ახსენეთ და ასე შემდეგ. აი ახლა განსაკუთრებული ერთ-ერთი გამოწვევა რა არის, ხო, ხელოვნური ინტელექტი და ახლა რატო ვაკავშირებ ამას. ხელოვნური ინტელექტი ხთის პოპულარულს ან წამყვანს რაღაცა განსაზღვრული ტიპის ინტელექტს და ეგ არის ალგორითმული ინტელექტი. ალგორითმული ინტელექტი საერთოდ რას აკეთებს? როგორ მუშაობს? აი ChatGPT-ს ავიღებ თუ კიდევ სხვა რაც არის ახლა ცნობილი პლატფორმები, ხო? ის რაღაცას კი არ უკვირდება სიღრმისეულად არსებითად, არამედ მას აქვს რაღაცა მარაგი სიტყვებისა და ეს არის ძირითადად მონაცემთა უზარმაზარი ბაზა, რომელზეც ადამიანს ხელი არ მიუწოდება, ეს მანქანისთვის არის მისაწვდომი. შემდეგ ხა ჩვენ რო გაოცებულები და ახტაცებულები ვართ იმ დალაგებული პასუხებით, რომელსაც ის გვაწოდეს, როგორ მუშაობს? ამ მონაცემთა მარაგიდან ის აკეთებს სორტირებას, ანუ დახარისხებას ახდენს და ალბათობის პრინციპის მიხედვით ითვლის, რა უფრო მეტად ალბათურია, რა სიტყვა, რა სიტყვას მოსდევდეს, რა ფრაზასთან გამოიყენებოდეს კომბინაციაში და საბოლოო ჯამში ის შენ რა პასუხსაც გიგბრუნებს, ეს არის ყველაზე მოსალოდნელი, ყველაზე ალბათური პასუხი და რამ პასუხიც მისაღები იქნებოდა. და ეს ტექსტები, აი ამ ხელოვნური ინტელექტის მიერ აწყობილი ტექსტები არის რაღაცა სიტყვათა კომბინაციები ან სიტყვათა განლაგებები, მაგრამ ეს არის ისეთი სიტყვა, რომელიც პიროვნულ ძიებას, საზრისა და ასე შემდეგ მოკლებულია. არამედ არის გათვლილი იმაზე, რომ როგორ თქვა, სიტყვები ჯონგლიორობა არა. როგორც მინიმუმ არ არის ემოციური პროდუქტი. კი, და აი ხა რელიგიაზე რომ ვამბობდით, რატო გადავედით, გავაკეთე ეს ვიღაცა ეტყვის რა შუაშია. ხანდახან ადამიანები რელიგიაშიც, ფილოსოფია, ფსიქოლოგია თუ სხვა სფეროებს ახლა კიდევ არ ჩამოთვლი, ხანდახან ადამიანის ლაპარაკიც და მთელი მისი აზროვნებაც ასევე ალგორითმულად არის მართული. მე მაგ რაღაცა სიტყვების ბაზა და ხშირად ამ სიტყვების შინაარს არც კი მკვირდები და ის სიტყვები მე ჩემ ცხოვრებაში რეალურად განხორციელებული არ მაქვს. მასეთ სიტყვას ქვია უსაზრესო, ცარიელი სიტყვა. მე რაღაცა დაკვირვებიდან თუ მიბაძვიდან გამომდინარე ვიცი, რა სიტყვას უნდა მოსდევდეს, რომ იმუშაოს. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შეფასება პატრიოტიზმის ნაწილში. რა არის თქვენთვის პატრიოტიზმი? პატრიოტიზმი თქვენთვის არის აგრესიული, ხმამაღალი ფორმა გამოხატვის, თუ პატრიოტიზმი თქვენთვის არის ხმადებალი საკუთარი პასუხისმგებლობის შეგრძნება და გააზრება. ეხლა თქვენ ისე კარგად ჩამოვაყალიბეთ, მაყურებელიც მიხვდებოდა რა ჩემთვის მეორე არის, მაგრამ ასე ვიტყოდი, ასე ვთქვათ, სამშობლოსა და პატრიოტიზმთან დაკავშირებით. აი ჩემთვის ქართველობა რას ნიშნავს ან ასე შემდეგ. ჩემთვის პირველ რიგში ჩემი ქართული იდენტობა იმალება ჩემ ქართულ ენაში. და მე ყველაზე მეტად რაც მიყვარს, ეს არის ენა, იმიტომ რომ ამ ჩემს ენაში მე ვცხოვრობ, მე ვაზროვნებ, მე ვსუნთქავ. და თუ ეხლა ფილოსოფიაზე, დაკვირვებაზე და ასე შემდეგ მიდგება საქმე, მთელი ჩემი ფიქრი, სიტყვა და
ყველაფერი ეს არის ქართველობით დაღდასმული. და ყველაზე მეტად რაც მიყვარს, რასაც ვიფერები და რავი, ხა სხვებისადმი მოწოდებას არ გავაკეთებდი, მაგრამ შენს ენას უნდა მოეფერო პირველ რიგში. აი ეგ არის ის რაც ყველგანთან დაგაქვს. მე შეიძლება ხა სხვადასხვა ქვეყნებში მომიწიოს წასვლა, ან შეიძლება ვიღაცები გადასახლდნენ, მაგრამ რა ენაზეც აღიზარდე და რაც შენი მშობლიური ენაა, რავი, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. პირადად ეხა ჩემი თვალსაზრისი დამთქვი და შენს ენაში დევს მთელი შენი რწმენაც. ენა ძალიან ბევრი რამის მატარებელია. ეხა პატრიოტიზმთან დაკავშირებით, ჩემთვის აი თქვენს კითხვაში რაღაც ისე ძალიან დახვეწილად ისე ჩავფრინეთ და ჩამოვაყალიბეთ. პატრიოტიზმი არ არის რაღაც აგრესიული განაცხადი. პრინციპში ხა ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი პიროვნების გადმოსახედიდან აგრესიული განაცხადები ასე ჩემთვის დიდად მიუღებელია, იმიტომ რომ განაცხადი როდის ხდება აგრესიული, როცა შენ რაღაცაში შინაგანად არ ხარ დარწმუნებული და მე კომპენსირებას ახდენ ხმით, რომ ხმას აუწიო. და ეგ შენ რწმენას შიგნით დაგაქვს, ასე ვთქვათ. და ეს მომენტი, რომ ის ხმა და ვალია და ის არ ყვირეს, მის სისუსტეზე კი არ მიუთითებს. ეგ არის ძალა, რომელიც არის ჩუმი ძალა და ძალა, რაც უფრო ჩუმი და დაფარულია, უფრო ძლიერია. მით უფრო მასშტაბურია. როგორ ფიქრობთ დღეს რა არის ჩვენი ორიენტირი? ჩვენი კომპასი, ჩვენი მიმართულება? მართლა გითხრათ, ყველაზე მეტად მიჭირს პასუხი ამ კითხვაზე, ფაქტობრივად არ მაქვს, იმიტომ რომ იმდენად გამრავალფეროვანი და ღირებულებები თითქოს თან ცვდება, მაგრამ თან მრავალფეროვანია, ვისთვის რა წარმოადგენს ღირებულებას, როგორც არასდროს იმდენად მრავალფეროვანია. კი, ეგ ისეთი როგორც ჩემთვისაც საკმაოდ რთული კითხვაა და მე პირადად რასაც ვაკვირდები, ასე ვიტყოდი, რომ საზოგადოების ეხა მთავარი პრობლემა რაც არის გახლეჩილობა საზოგადოებისა და ის ორიენტირები, რაც თქვენ ახსენეთ, ენა მამული სარწმუნოება, ხო, ილიასეული. განა ის, რომ საზოგადოების ერთი ჯგუფი ამ ორიენტირებზე უარს ამბობს. აი, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თითქოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები ან გახლეჩილი საზოგადოება ერთმანეთს ეპაექრება იმისთვის, რომელი მოახდენს ამ ორიენტირებზე მონოპოლიას ვინ მოიპოვებს, ასე ვთქვათ. სხვადასხვაგვარად და ერთმანეთს ეცილებიან. ანუ ერთი და იმავე რაიმესთვის სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთს ეცილებიან და ყველა რისთვისაც იბრძვის, ეს არის მონოპოლია, რომ რაღაც გახდეს მხოლოდ მისი და გამორიცხოს აქედან სხვა. აი ჩვენ ახლა ემპათიით დავიწყეთ და ემპათიის ნაკლებობი და ამის საფუძველიც რა თქმა უნდა ეგ არის რა, რომ მხოლოდ შენ ხარ სწორი, სხვას რიცხავ, როგორც არამართალს, არასწორს და ასე შემდეგ. თუმცა ფუნდამენტურ და მნიშვნელოვან ღირებულ მონაპოვრებზე ალბათ ერი უნდა ახერხებდეს თანხმობას. კი. ახალგაზრდები უნდა ახერხებდნენ მნიშვნელოვან საინტერესო თანხმედრაში მოსულ პრინციპულ შეხედულებებზე თანხმედრას. ძალიან დასაინანია, როდესაც ახალგაზრდებს არ ესმით ერთმანეთის. კიდევ უფრო ასატანია ის თაობა, რომელმაც ასე თუ ისე უკვე თქვა თავიანთი სათქმელი და უკვე ასაკობრივად არიან იმას საკში, რომ უნდა აკვირდებოდნენ გარედან პროცესებს. მაგრამ ძალიან მტკივნეულია, როდესაც თანამედროვე ინდივიდებს არ ესმით ერთმანეთის, რომელსაც უნდა აერთიანებდეს უმთავრესი ღირებულება, ასაკი, გარემოება, ღირებულებები, ქვეყანა და ენა მამული სარწმუნოება, ეს ის სამეულია, რომელიც ალბათ უკვდავი უნდა იყოს და ვერაფერს ღირებულს ვერ ჩავამატებთ, უფრო მნიშვნელოვანს. აი, მე პირადად ასე ვიტყოდი, რომ ვისაც აქვს ჩემი ენა, ასე ვთქვათ, და ვინც საუბრობს ქართულ ენაზე, ვინც გააზრდილა ამ მიწა-წყალზე და ვისაც აქ ეს რწმენა, ასე ვთქვათ, ჩვენი რწმენა, ჩემთვის არის ყველა ქართველი და მე ყველა მიყვარს რაღაცა ჯგუფური ინტერესებისგან დამოუკიდებლად, მაგრამ დიდი პრობლემა და ჩვენ სულ ამ პრობლემას ვუტრიალებთ, რომ არის ასე ვთქვათ, ამის ვერ წვდომა და ამის ვერ მიღება. ისევ და ისევ ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე, რომ ყველა აი ამ ორიენტირების თუ ამ ღირებულებების რაღაც მისეულ ინტერპრეტაციას ცდილობს და რაღაც ექსკლუზიურად ამის ხელში გდებას ცდილობს. და ამ პროცესში სხვის გამორიცხვის და თითქოს გამღიზიანებლებიც იყოს უამრავი ფაქტორი, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად ეწხდება. ერთ-ერთ ვერსიად ალბათ ესეც უნდა განვიხილოთ. აი, შეიძლება მე ცოტა ისე წავიდე რაღაცნაირად ფილოსოფიური რაღაც სულები გავაკეთო, მაგრამ აი ჩვენ მე ვახსენე, რომ მეთქი ყველა ადამიანი არის ტაძარი, ადამიანის სული იქნება ადამიანის სხეული. ეს შეიძლება ვიღაცამ დამახინჯებულად გაიგოს, რომ თითქოს მოწოდება იმისკენ იყოს, რომ ადამიანმა თავის თავს ცეს თაყვანი და სხვა ადამიანს
ადამიანის სახით კერპი და შეიქმნას და ასე შემდეგ. ეგ არ არის ასე ვთქვათ, კერპის დადგმა და შექმნა შენი თავისგან თუ შენი ინტერესებისგან, არამედ შენი თავი ასე ვთქვათ, სხვა ადამიანი, ნებისმიერი ადამიანი იქნება თუ ასე შემდეგ, უნდა გესმოდეს როგორც მოსული ამ ქვეყნად, მე პირადად ასე მესმის და ჩემ ხედვას გადმოვცემ. როგორც რაღაცნაირი ნაბოძვარი, თუ რაღაცნაირი საჩუქარი და ამის გამო შენ მადლობ რაღაც ძალასაც არ ვიტყვი, ეგ ძალა კიდევ სუსტი სიტყვა, რაღაც გამოუთქმელს ასე ვთქვათ. აი ამ პროცესების ყველაზე ნათელი პროექცია სოციალური ქსელები, რომელიც ჩვენ უკვე არაერთხელ ვახსენეთ საუბრისას. მთელი ჩვენი ეთნოსი და კულტურა დავიდა ლაიქებზე. კი. მთელი ჩვენი ცხოვრება, მთელი ჩვენი განათლება, მთელი ჩვენი მონდომება ვიყოთ საინტერესო გადაიქცა ლაიქების რაოდენობად. რა ხდება ჩვენს თავს და განსაკუთრებით რა ხდება იმ ნაწილში, სადაც აგრესიის ასეთი მასშტაბები იყრის თავს. რატომ გვაქვს ესეთი არასწორი გარღვევა ამ ნაწილში? კი. აი ეგეც დიდი მადლობა, ესეც ძალიან საინტერესოა, აი ლაიქები რო ვახსენეთ, ყველაფერი დაიყვანება რაოდენობაზე. და არა რა თითქოს რაოდენობის მიღმურ შინაარსი ან რაოდენობის მიღმურ საზრისზე. და ჩემი საკუთარი თავის აღქმაც ინდივიდუალურ დონეზე რო გავაკეთოთ, ხო? დაიყვანება იმაზე, რა რაოდენობის შესაბამისი შეფასება მექნება. და ხშირად კი არა ეს ქსელები ამასაც განაპირობებს, რომ მე რისთვისაც ვიღწვი, არის ის რომ ჩემი ცხოვრების რაღაცა მომენტები საინტერესოდ შევფუთო, ეს მე ჩემს აუდიტორიას შევთავაზო და მივიღო მისგან მოწონება და ამ მოწონების გზით მე გავიმყარო ჩემი თვითშეფასება და დავაჯერო ჩემი თავი იმაში, რომ ყველაფერი კარგად არის და ჩემი ცხოვრება სავსეა და სავსე არავის ცხოვრება არ არის, ანუ თავარი მე სულ ამას უტრიალებ, ეს მიყვარს. ძალიან თავარი და საშიში ძალა არის სიცარიელე და მაგ ყველაზე დიდ ძალას და შენში არსებულ უფსკრულს მაგას უნდა გარდაქმნა და მაგას უნდა ძალიან ჭკვიანური მომყრობა და გამოყენება. იმას თუ გაექცევი, ადრე თუ გვიან, აი ზღაპრებში და მულტფილმებში რო არის რაღაცა მურევიდან რაღაც ბნელი ძალა რო გეკაჩება გწდება და ისევ ჩაგითხრეს. დაგუპოს ასე ვთქვა და ამიტომ იმ შინაგანს რაც არის და იმ ყველაზე ღრმას და დაფარულს ადამიანმა თვალი უნდა გაუსწორო და არც სოციალური ქსელი, არც რა ვიცი ფილოსოფია და ფსიქოლოგია იმისგან გასაქცევად კი არა, იმასთან დასაბრუნებლად და მე ასე ვიტყვი, იმასთან ურთიერთობის ხელოვნების შესასწავლად უნდა გამოიყენო. ანუ რა როლი აქვს დღეს ფილოსოფიას? ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე საუბარი, იმიტომ რომ საზოგადოებას სჭირდება მოდელი, საზოგადოებას სჭირდება სახეები, საზოგადოებას სჭირდება ხატი ერთგვარი, საზოგადოებას სჭირდება ფორმა. არ ვიცი საბედნიერო თუ სამწუხაროდ ეს ფორმები მუდმივად სახეცვალებადია. ის ხატები, რომელიც ჩვენს წარმოსახვაში არსებობს, იცვლება ეპოქასთან ერთად. უდიდესი წვლილი აქვს და უდიდესი როლი ჩემი თვალთახედვით ფილოსოფოსებს განსაკუთრებით დღეს, როდესაც ღირებულებათა ფარული ომია დედამიწას. თქვენს პასუხისმგებლობას, თქვენს წილს, რას უნდა ამატებდეს დღეს თქვენივე პროფესიის წარმომადგენლები, საინტერესოა ალბათ. კი. დიდი მადლობა, ესე იგი ბონიკი საინტერესო კითხვისთვის. ზოგადად აი ფილოსოფიის ბედზე რო ვთქვათ, ფილოსოფია ყველა ეპოქაში თანაბრად აქტუალური არ ყოფილა. ხა ფილოსოფიის დაბადება, მისი კულმინაცია, მისი მთავარი ყვავილობა იყო ანტიკურობაში, ხო? მერე შუა საუკუნეებში ფილოსოფიის სტატუსი შეიცვალა მთელი 1000-წლოვანი პერიოდის განმავლობაში და ფილოსოფია გამოცხადა როგორც მსახური რელიგიისა, რომლის ფუნქციაც გახდა ის, რომ რელიგიური ჭეშმარიტებები ლოგიკური გზით დაესაბუთებინა. მერე უკვე ახალ დროში, მე-17 საუკუნეს თუ ავიღებთ მე-18 და ასე შემდეგ, მეცნიერება გაბატონდა და აზროვნების მეცნიერული წესი. და თითქოს აი ეს ფილოსოფია კიდევ რაღაცა უკანა პლანზე გადაჩოჩდა თუ უკანა პლანზე გადაიწია. ეხლა დღესაც რო ვაკვირდები ადამიანებს, ხშირად ვინმეს რომ მოიხსენებენ ხოლმე როგორც ფილოსოფოსი, ადამიანებს რაღაცნაირი უნდობლობით სავსე დამოკიდებულება აქვს. არ შეერათ რა, რამდენად შეიძლება კონდეს საქმე ფილოსოფოსთან. ani მათში გრძნობა ხოლმე თითქოს გაღიზიანებად საუბრისა და აზროვნების ფილოსოფიური წესის მიმართ, იმიტომ რომ ადამიანი ეხლა მაინც მეცნიერება რო ცოტა ხნით გვერდზე გადავწიოთ, რასაც ითხოვს რა ტიპის მარტივი?
რა ტიპის სიბრძნესაც ითხოვს, აი ეს არის არა ფილოსოფია ბერძნულად ნიშნავს სიბრძნის მოყვარეობას. ჩვენ არაფერს არ ვპოვობთ, ჩვენ უბრალოდ ვყვარავთ. და რასაც ადამიანები ითხოვენ, ეს არის უკვე მოპოვებული, უკვე ნაპოვნი, უკვე დაფასუებული, საქონლად დახლებზე გამოტანილი სიბრძნე, ასე ვთქვათ. და ფილოსოფიის ფუნქცია დღეს რაც შეიძლება იყოს, ფუნქცია რამდენიმეა, მაგრამ მე რაზეც გავამახვილებდი ყურადღებას, რომ სიბრძნისადმი ცოცხალი სიყვარულის აღძვრა და ადამიანებში სიბრძნისადმი ვნების გაღვიძება და იმ კულტურის დამკვიდრება, რასაც ქვია განცალკევების, განმარტუების კულტურა და დაკვირვება ისეთი ადგილიდან, რომელიც არის თავისუფალი ადგილი. და ამ შენი რაღაცა დამკვირვებული ობლური პოზიციიდან გამომდინარე, საყრდენის და ორიენტირის ჯერ შენ თავში პოვნა და მერე უკვე გამოსვლა რაღაც უფრო ფართო ასპარეზებზე, საზოგადოებრივ ასპარეზზე და ასე შემდეგ. ანუ ჩემთვის ახლა ფილოსოფიის ფუნქცია არის აი ყველაზე ზოგადად ასე გამოვხატავდი, რაღაც მიღმა გასვლის ხელოვნება. ოღონდ ეს მიღმა გასვლის ხელოვნება არა როგორც გაქცევა და არა როგორც უპასუხისმგებლობა, არამედ ხანგრძლივ პერსპექტივაში მუშაობა იმაზე, რომ იმ მიღმურობაში მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, აქ აამაღლო ცნობიერება და აქ გარდაქმნა ადამიანები. როგორც არ უნდა ღიზიანდებოდნენ და როგორც არ უნდა გმტრობდნენ, არ ვიტყოდი, მაგრამ ყველა ფილოსოფოსი მარტვილიც არის, ანუ მარტვილები მარტო რელიგიას კი არ აყავს. ძალიან საინტერესოა თქვენთან საუბარი, მაგრამ რაღაც კულმინაციას უნდა მივუახლოვდეთ, უნდა შევკრათ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა და მსჯელობა დასასრულს. აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ საწყის თანამედროვე საზოგადოებას, შეფასებას, ემპათიის ნაწილს, განათლების ნაწილს, რელიგიის ნაწილს, ფსევდოჰუმანიზმსაც, რომელიც გამეფებულია ჩვენ სოციუმში. აქვს ალბათ ერთი საერთო დიაგნოზი, ერთი საერთო სახელი. დიაგნოზი ბუნებრივია, უხერხულია ეს ტერმინი გამოვიყენოთ, მაგრამ რაღაც ერთში ერთიანდება, რაღაც მნიშვნელოვან დეფიციტში, რაღაც მნიშვნელოვან დარღვევაში, რაღაც მიგვიყვანა ამ ფორმის ხარვეზებთან. რა არის ის ერთი ან რამდენიმე თქვენი შეფასებით, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოება უფრო საინტერესო და უფრო თანასწორი იყოს, მოდი ამ სიტყვას გამოვიდე. აი, პირველ ყოვლისა მე რასაც ვიტყოდი, ხედვის გახსნა. ხედვა უნდა გაიხსნას ადამიანის და ვიწრო აღარ უნდა იყოს. აი, თავიდანაც რო ის რაღაც გამოქვაბულის მითი მოვიყვანე, მარტო იმას არ უნდა უყურებდე, რაც უშუალოდ შენ წინ გიდევ, შენ შემთხვევაში ეს ჭიქა თუ ასე შენ. იმის იქით რა არის, იქითაც უნდა გაიხედო, ასე რომ ვთქვა. აი, ფილოსოფიაზე და ფილოსოფიის როლზე რო ვსაუბრობდი, იგივე ფილოსოფიის ისტორიას, ხო? თუ შეისწავლეს ადამიანი, აღმოაჩენს რაღაცა სხვადასხვა მიმდინარეობებს, სხვადასხვა განვითარებებს. და ეს მას განუვითარებს თავის მხრივ უკვე მასში, აი იმის შეგნებას, ან იმის ალღოს, რომ არის აზროვნების, სინამდვილისადმი მიდგომის სხვადასხვა წესები. და ეს სხვადასხვა წესები შენში აღშფოთებას კი არ უნდა იწვევდეს, არამედ ეს არის დასტური ადამიანური აზრის სიმდიდრისა. და შეგიძლია აი ადამიანური აზრის სიმდიდრე იზეიმო, ასე რომ ვთქვათ. და აი კიდევ განვითარების ისტორიიდან ვიტყოდი, რომ აი განსაკუთრებით რაზეც ყურადღება გაამახვილეს, ან რომელმა ფილოსოფიამაც ყურადღება გაამახვილა ამ მრავალფეროვნებაზე, ტოლერანტურობის მნიშვნელობაც რო ავიღოთ. ეს პოსტმოდერნული ფილოსოფია იყო, ხო, რომელიც ცდილობდა რაღაცა ძველი კლასიკური ოპოზიციების მოშლას, ასევე ობიექტური ჭეშმარიტების არსებობის უარყოფას და ნუ ჭეშმარიტების კონტექსტებზე დაყვანას. ეხლა მთლად სიღრმეში აღარ ჩავალ, მაგრამ ყველაზე საინტერესო და ბედის ირონია ის არის, რომ ეს პოსტმოდერნული მიდგომაც რაღაცა ეტაპზე გადაიქცა ნორმატიულ წესრიგად და მისი წარმომადგენლებიც რაღაც ეტაპზე მასში გაქვავდნენ როგორც დოგმაში და წესრიგში. ისევ შაბლონი. კი, ზუსტად ისევ შაბლონი და არც ნებისმიერი ფილოსოფიური მიმდინარეობა პოსტმოდერნული იქნება, ანტიკური იქნება თუ ასე შემდეგ, არ უნდა აღიქვა შენ და არ უნდა აღიქმებოდეს როგორც მოცემულობა, რომელიც პასიურად უნდა მიიღო. არამედ ეს უნდა იყოს ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ისევე ცოცხლობს და სუნთქავს, როგორც შენ სუნთქავ, ასე ვთქვათ, ადამიანი. და იმასაც აქვს რა თავისი შინაგანი პროცესები. აი, შაბლონებად გადაქცევა არას. და ნამდვილი განათლებაც, ბოდიში თქვენ სულ განათლებას უტრიალებთ.
ნამდვილი განათლებაც რაღაც ფაქტების მიწოდება კი არ არის ახალგაზრდისთვის თუ მოზრდილი ადამიანისთვის. ნამდვილი განათლება არის ჩვენება იმისა, რომ ყველა ფაქტი და ყველა სწავლება, რასაც ჩვენ გასწავლიან სკოლაში, უნივერსიტეტში თუ ნებისმიერ სასწავლებელში და წიგნში არის ცოცხალი ფაქტი და იმ ფაქტს ცოცხალი ისტორია აქვს და როცა მაგას გაიგებ და ცოდნაში შეხვალ კი როგორც სიცოცხლეში, მაშინ შენ განათლების შარავანდედიც მოგეფინება და შენი სიტყვაც იქნება ქმედება. უნიკალური შედარება ქრონომეტრაჟი მეუბნება რომ და დავასრულოთ, მაგრამ ვერ ვასრულებ ფაქტობრივად თქვენთან საუბარს, იმდენად საინტერესო და ნაყოფიერია. ერთი კითხვაც და ნამდვილად დავასრულებ. მოქალაქეს დავუბრუნდეთ. როგორია მოქალაქე? როგორი უნდა იყოს საშუალო სტატისტიკური მოქალაქე, რა უნარებს უნდა ფლობდეს, რა თავშეკავებულობას, რამდენად ხმამაღალი თუ ხმარდაბალი უნდა იყოს მოქალაქე დღეს, იმისთვის რომ მას მეორე სტატუსიც ქონდეს ღირსეულად იყოს პიროვნებაც. აი ამაზე მეც ასევე მარტივად ვუპასუხებდი და ვიტყოდი რომ მოქალაქე მხოლოდ თავის საკუთარ კეთილდღეობაზე კი არ უნდა ფიქრობდეს. ძველ ბერძნულად ამის აღსანიშნავად არსებობდა ტერმინი იდიოტეს. დღეს ეს გადმოდის როგორც იდიოტი. იდიოტი რაც ნიშნავს, ვისაც აინტერესებს მარტო მე. მოქალაქე ნამდვილი და ღირსეული ფიქრობს საყოველთაო კეთილდღეობაზე და ყველაფერს რასაც აკეთებს მარტო თავისთვის კი არ აკეთებს ასე ვთქვათ საერთო ღირებულებისთვის და კეთილდღეობისთვის. აი ჩემ მაგალითს ვიტყოდი, მე მაქვს ასეთი ჩვევა, არ ვიცი რატო გამომუშავდა. ქუჩაში რომ მივდივარ, სადაც არ უნდა დავინახო, ძირს დაგდებული ანთებული სიგარეტი მივდივარ და ვაქრობ. და ვფიქრობ, რომ მე თუ ერთი ადამიანი ამას ჩავაქრო, რაღაცა წვლილი არის, რომ ჩვენი საერთო პლანეტა და არა მარტო ჩემი არ დაბინძურდეს ისედაც დაბინძურებული და ეს პატარ-პატარა საქმეებით იწყება და პატარ-პატარა საქმეებშიც ჩანს. ძალიან დიდი მადლობა რომ თქვენ ასევე. მადლობა რომ ისაუბრეთ ბიომეტრიის ფარგლებში და ისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტებით ჩვენი საზოგადოებისთვის. უღრმესი მადლობა იმ კომპეტენციისთვის, რომელიც ყოველთვის ახლავს თქვენთან შეხვედრას, თქვენთან კომუნიკაციას და იმ განსაკუთრებული სიღრმეებისთვის, რომელიც სხვაგან არსად არ ხვდება ადამიანს, მხოლოდ და მხოლოდ თქვენთან საუბრის დროს. ძალიან დიდი მადლობა. ასევე დიდი მადლობა, ჩემთვისაც ფრიად სასიამოვნო იყო თქვენ გადაცემას და ტელევიზიას უდიდესი წარმატებები. უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მაყურებელს აქვე შევახსენებ, დღეს ბიომეტრიის ნომერი გახდათ ქალბატონი ანა ქირია, მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. ნახვამდის.